მიმდინარე წლის 4 დეკემბერს განებების ასოციაცია თბილისში სასტუმრო პულმან თბილისის აქსის თაუერში გამართავს ბიზნეს გამოფენას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა სექტორიდან, როგორც სამშენებლო, ასევე სამედიცინო, სარეკლამო, ლოგისტიკური და სხვა მიმართულებებიდან. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სცენიდან გააცნონ საკუთარი კომპანიები ქართულ ბაზარს, წარმოაჩინონ შეთავაზებები და მათ შორის გამოცდილებაც. 2 დღით ადრე კი საქმიან დილაში მოვისმენთ ღონისძიების დეტალებს, რისთვისაც უმასპინძლობთ დავით ჩიკვაიძეს, განებების ასოციაციის პრეზიდენტს და გიორგი მიქაცაძე, IT კრაფტის დამფუძნებელი არის საქმიანი დილას ეთერში. დილამშვიდობის. მადლობა მოგზაურობისთვის. როგორ მიდის საქმეები და მზადება, დავით? კარგად, ფანტასტიკურად ვემზადებით უკვე დიდი ხანია, მოვიწვიეთ სტუმრები, ველოდებით 3000-მდე სტუმარს და ვანაწილებთ დროებში, რომ დიდი ტრაფიკი არ იყოს ვაკეში, იმიტომ რომ პულმანში გაიმართება აქსისში. და წინაწლების გამოცდილებით, როგორც უყურებთ, არის მზარდი მუდმივად მოთხოვნაც და ძალიან დიდია ინტერესი, იმიტომ რომ ეს არის მულტიბიზნესური გამოფენა, ეს არ არის კონკრეტულად ერთი მიმართულება, აქ არის როგორც საწარმოო მიმართულება, სამშენებლო მიმართულება, საბუღალტრო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ინტერესია დიდი. 60-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი. და შესაბამისად ჩვენ მათ ვეხმარებით ასევე B2B შეხვედრებში. 90 B2B შეხვედრა არის პარალელურ რეჟიმში ჩანიშნული, კი, რომელიც ასევე დავაორგანიზეთ. ეს არის თითქოს უზბეკეთში რაც იყო იმის გაგრძელება და ფინალური, ასე ვთქვათ, ნაბიჯი წლევანდელ წელს და ამითი ის რაც წლიდან წლამდე გამოარჩევს, რაც მუდმივი ხდება და რა არის ის, რასაც ამატებს განებების ასოციაცია ამას ყველაფერს. შესაბამისად ამ კითხვაზე პასუხისას ჩვენ გავიგებთ ბაზარი რას ითხოვს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ ამდენ დარეგისტრირებულ და მონაწილე ადამიანებში არ იყოს გამოკვეთილი ის ძირითადი ინტერესი, რაც საბოლოო ჯამში ბაზრის მოფორმირებელი ხდება. კი. ვამატებთ იმას და წელსაც დავამატეთ, ოღონდ ეს არის უკვე დახურული ღონისძიება 3 რიცხვში და ეს არის უკვე ცალკე ბიზნესისთვის, ანუ მონაწილეებისთვის, იქნება ბიზნეს კონფერენცია. შემდეგ წელს დავამატებთ საერთაშორისო გაყიდვების ფორუმი იქნება, სადაც უკვე ჩამოვიყვანთ Google-დან, Amazon-დან და ასე შემდეგ სხვადასხვა მიმართულების სპიკერებს. ვზრდით, ასე ვზდით, ვამატებთ სერვისებს და რაც შეეხება თვითონ გამოფენას, რაოდენობას ვზდით მონაწილეების, სტუმრებს კიდე და კიდე უფრო საინტერესოს ვიწევთ და B2B შეხვედრების რაოდენობას ვზდით. ეს არის და რაც მთავარია, გიორგი, აი როგორც უზბეკეთი ვახსენეთ წეგან, ვცდილობთ რომ სხვადასხვა ბაზრები ავითვისოთ ამ ფორმატით. ანუ ადამიანები ბიზნესის უკან ეს უკვე რაღაც ბრენდად ცალკე ჩამოყალიბდა, რომელიც პირველად ეგერ უზბეკეთში გავიყვანეთ და გავიტანეთ და საქართველოს უზბეკეთი აბრეშუმის გზა ერქვა და შემდეგ შევეცდებით რომ ყაზახეთის და სხვადასხვა კიდე ბაზრებზე შევიდეთ. გიორგი, როგორი არის მოლოდინები გამოფენასთან დაკავშირებით, სადაც იღებს IT კრაფტი მონაწილეობას და ჩვენს მაყურებლებსაც ვუთხრათ IT კრაფტის მიმდინარე პროცესები. მოგესალმებით პირველ რიგში და მივესალმებით ტელემაყურებლებს. პირველ რიგში ვიტყვი გამოფენასთან დაკავშირებით და ასოციაციასთან დაკავშირებით, მოდი სამ თემაზე ვისაუბრებ. ასოციაცია დაარსების დღიდან არის, რომელსაც მე პირადად თვალს ვადევნებ და ვარ მათი წევრი. რეალურად ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და ამ ასოციაციაში გაწევრიანებული ადამიანები არიან უკვე ვართ უკვე ერთმანეთის პარტნიორები, მეგობრები, ერთმანეთს უზიარებთ რაღაც საკითხებს, რჩევებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ ასოციაცია არ არის, ეს არის დიდი ოჯახი, დიდი გუნდი, რომელთან ერთადაც ნებისმიერ საკითხში შეგიძლია ისაუბრო, გაიარო კონსულტაცია და გაიზარდო ყოველდღიურად. რაც შეეხება გამოფენაზე ველოდებით იმ ნაწილს, რომ შევიძენთ ახალ ნაცნობებს, ახალ პარტნიორებს, გავაძლიერებთ ურთიერთობებს, გავაცნობთ ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ადამიანებს და მოკლედ ეს არის ისეთი პლატფორმა, რომელიც აძლიერებს თითოეულ ბიზნესს და თითოეულ ადამიანს და ყველას ურჩევ მოვიდეს, ნახოს, გაიცნოს ახალი ადამიანები და შემდეგი ეტაპებისთვის გზახსნილი ექნება, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება IT კრაფტს, IT კრაფტი, როგორც აღნიშნე, ჩართულია ძალიან დიდი ხანი ამ პროცესში. ჩვენი კომპანია დღითიდღე ვითარდება და იზრდება, რაც არის დამოკიდებული პარტნიორების ნდობაზე, ასევე ვზრდით ჩვენ შიგნით გუნდს, რომელიც 24/7-ზე ვმუშაობთ და ასე შემდეგ. გვაქვს სხვადასხვა ტიპის სერვისები და არის რამოდენიმე დეპარტამენტი. რამო დეპარტამენტებს გააჩნია სხვადასხვა
მიმართულებები. ერთ-ერთი გამორჩეულად რო ვთქვა, IT outsource-ი, რომელიც გულისხმობს მომხმარებლების სრულ მხარდაჭერას, ეს სერვერი იქნება, Excel-ი იქნება და რაც იქნება აბსოლუტურად სუსტიდენების ნაწილში. ცალკე კიდე გვაქვს მიმართულებები, რომელიც არის კამერები, Excel-ები, სახანძრო სისტემები, სერვერები, BMS-ის სისტემა, რომელსაც ვაინტეგრირებთ კომპანიებში, შევდივართ ნებისმიერი სირთულის კომპანიაში, არ აქვს მნიშვნელობა მოცულობას, ზომას, ეს იქნება საწარმო, სავაჭრო ცენტრი, ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება და სხვა. თავიდან ბოლომდე ვაბარებთ მომხმარებელს გამართულ ტექნიკას, გამართულ აპარატურას და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს შესრულებულ სამუშაოზე. ამ ყველაფერში ასევე გვეხმარება იმ ბრენდებთან პარტნიორობა, რომელიც არის ხარისხიანი ბრენდი, რაც მომხმარებელს აძლევს გრძელვადიანად მიიღოს ხარისხი. ამ ყველაფერში ვითვალისწინებთ ასევე პლუს კიბერუსაფრთხოების ნაწილს, რომელიც დღესდღეობით ძალიან გამძაფრებულია სოფლიოში და შესაბამისად თუ ამ ყველაფერს არ გავითვალისწინებთ, შეიძლება ძალიან დიდი დახარჯული თანხა მომხმარებლისთვის იყოს საზიანოდ მომტანი. დაკარგოს პირადი ინფორმაცია და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რაც გააჩნია. გიორგი, იცი რა მოხსენდება მთელი ამ ხნიდან გამომდინარე თქვენი ჩართულობიდან ამ ყველაფერში. რამდენად გაიზარდა IT Craft-ი მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც გაყიდვების ასოციაციის ნაწილია, ჩვენი მსგავსად პარტნიორობისა და კიდევ რა გეგმები გაქვთ ჩადებული კომპანიის განვითარებაში? IT Craft-ი გაცილებით უფრო მეტად გაიზარდა და დაგვეხმარა ეს იმ ყველაფერში, რომელიც ასევე გაყიდვების კუთხით დღესდღეობით ნებისმიერ საქმეში, სადაც რასაც არ დავაკეთებთ, გაყიდვები არის მნიშვნელოვანი. ყველგან ყველაფერს ყიდით, თუნდაც ჩვენ თავს ყიდით ნებისმიერად, თუნდაც გასაუბრებაზე, ესეც ჩვეულებრივი გაყიდვებია. ამ ყველაფერში დაგვეხმარა ის სკილები, რომელიც გაყიდვების ასოციაციას აქვს. პარალელურად ხდება საგანმანათლებლო პროგრამები, ხდება რომელსაც ვესწრებით და გვიზიარებენ პარტნიორები სხვადასხვა გამოცდილებას, სხვადასხვა დეტალებს და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. საკმაოდ გაიზარდა, მოკლედ რომ შევაჯამოთ და გითხრათ, პროცენტულად ახლა ესე ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველდღიურად გრძნობთ სიახლეებს, ზრდას. მაგრამ რახან უკვე დეპარტამენტი და მიმართულებები ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ დატვირთვა აქვს ცალკეული მიმართულება. კი, ბევრი დატვირთვა აქვს და საკმაოდ ბევრ პროექტებზე ვმუშაობთ აქტიურზე. და ზომას როგორც გითხარით, არ აქვს მოცულობას მნიშვნელობა ჩვენთვის. და აუთსორსი ალბათ მაინც წამყვანია, ხო? აუთსორსი წამყვანია, დიახ. და ასევე ბოდიში დავამატებ ერთსაც. ჩვენ ასევე საჭიროებიდან გამომდინარე გავაკეთეთ ჩვენი cloud სივრცე, რომელიც მომხმარებელს თავაზობთ ახლა რომ არ იყიდოს თავისი სერვერი, არ ქონდეს თავისი უსაფრთხოება, თავისი დაცვა. ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ჩვენთან განათავსოს საბუღალტრო პროგრამა იქნება, დაშვების სისტემის პროგრამა იქნება თუ სხვა, რომელსაც ჩვენ უწევთ უსაფრთხოების ნაწილშიც მხარდაჭერას, ყველა კიბერუსაფრთხოების ელემენტს ვითვალისწინებთ და ვაძლევთ სერვისს. IT Craft-ის მაგალითზე მე არ მინდა გამოგჩეს, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ წინა შეხვედრებისას ტიბისის ჩართულობაზე და თქვენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. დავით, ვინ არიან ის პარტნიორები, ვინც წლიდან წლამდე აძლიერებს არამხოლოდ რაოდენობრივად ამას ეშველება და ამ ტრაფიკს თქვენ მიხედავთ, თუმთან ერთად დარწმუნებული ვარ, გაყიდვების ასოციაციას კიდევ რაც გამოარჩევს, ეს არის ძალიან მაგარი აღმასრულებელი გუნდი, რომელიც მუდმივად ჩართულია ამ ყველაფერში, მოკითხვა მათაც, მაგრამ მინდა რომ ჩვენი საუბრის ბოლოს ვახსენოთ ყველა ის პარტნიორი, რომელიც აი ამ ქსელს, როგორც გიორგი მოყვა IT Craft-ის მაგალითზე, აძლიერებს და ხდის მდგრადს და მედექს. TBC ცალსახად მინდა გამოყო, იმიტომ რომ გვეხმარებოდა და იყო გენერალური სპონსორი როგორც უზბეკეთის მიმართულებით, ასევე წელს ჩვენი გამოფენის ადამიანები ბიზნესის უკან გენერალური სპონსორი არის. შემდეგ წელსაც გავაგზავნებთ ურთიერთობას და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით, რადგანაც მარკეტინგული მხარდაჭერა თუ იდეური მხარდაჭერა თუ ასე შემდეგ, მოკლედ მაქსიმალურად არიან ჩართულები, ერთად მუშაობთ იმ ყველაფერზე, რაც გამოგვაქვს მერე ხალხთან და ბიზნესებთან. რაც შეეხება, მე მინდა გამოვყო მაგალითად ყოველ წელს რომ ჩართული არის აკაუნტენტები, თითქოს ერთად ვიზრდებით, საოცრად მზარდი კომპანია არის, მუდმივად ჩართულია, წელს აღარ არის ჩართული, იმიტომ რომ უზბეკეთში გადაინაცვლა უკვე, თუმცა შემდეგ შემოგვიერთდება, ეს არის უკვე softgeni და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ მინდა რომ გამორჩეს, მაგრამ მე ვიტყვი რომ ასოციაციის წევრი კომპანიები მუდმივად არიან ჩართულები, წელს უკვე შემოგვიერთდნენ საერთაშორისო იგივე კერხერი,
იგივე Renault და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვათა შორის ძალიან საინტერესო საჩუქრებს ათამაშებენ პარიზში, საგზური, iPhone-ები და ასე შემდეგ და მოკლედ ისეთი შოუს ელემენტებით იქნება ეს გამოფენა. ანუ არ იქნება ეს მხოლოდ გამოფენა, იქნება შოუ, სადაც 2 წუთში ერთხელ ავლენ კომპანიები წარადგენენ თავის თავს, შემდეგ ამ საჩუქრებსაც გაათამაშებენ და მოკლედ იქნება ძალიან ესეთი fun წლის დასასრული კი და საღამო. დავით ჩიკოაიძე, გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი, ჩვენ კვირის ბოლოსკენ მოგიყვებით ამ ღონისძიების შესახებ უფრო დეტალურად. რაღაცას აუცილებლად გამოვძებდით დროს, რომ დათოსთან ერთად ისევ სტუდიაში და მის პარტნიორებთან ერთად შევაჯამოთ ეს ამბავი. მადლობა გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტს მობრძანებისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის გიორგი მიქაცაძეს, გიორგი IT Craft-ის დამფუძნებელია.